აი კანონი რომ მიიღეს რომ აი ტროტუარზე არ შეიძლება თითქოს გაჩერება და ასე შემდეგ, ხო? ადამიანი მიდის მოპედით, რომელიც გლოვოში მუშაობს, მიდის რომ დატოვოს უბრალოდ შეკვეთა რა, ადის მეხუთე სართულზე პირობითად, ხო? აი ესეთი ადამიანი დააჯარიმეს 200 ლარით. წარმოიდგინე, ადამიანმა გააჩერა თავისი მოპედი, შეკვეთა აიტანა, ქვევი დახვდა. პატრულმა უნდა აი გაჩერება არ შეიძლება ძმაო. ტიპი მუშაობს რომ დღეში რაღაცა 50 ლარი შეოს და ეს აჯარიმებს 200 ლარით. იქ ხო გახსოვს ვიდეო, ბავშვი მიმყავს რაღაც სასტრაფო და სამკურნალო და ასე შემდეგ და იმაში ხო შევიდა აფთიაქში შევიდა ადამიანი და მანქანა ის ჩაურთო რა, ავარიული ისინი ჩაურთო და უცე მოვა რა. დაახტა პატრულის მანქანა და დაუწერა 100 ლარიანი ჯარიმა. ტიპი უხსნის რომ ბავშვი მყავს სულ და წამალზე შევედი და უცე მივდივარ, ერთი წუთიც არაც შესული ვარ ხო აფთიაქში, არ აინტერესებთ არაფერი რა. არ აინტერესებს. აი ზუსტად რატო ხდება ეგ რა რეალურად მე ვფიქრობ რომ რა ვიცი შეიძლება ბოროტები არ იყვნენ ეს ადამიანები რა ხო აი პატრულის სამშობლოში იმდენად პატარები ყავთ აყვანილი სამსახურში იმდენად ვერ ხვდებიან რომ ერთი არის რომ კანონი არსებობს რაღაცა მეორე ხო არის გარემოებაც რა ადამიანი რომელიც აი ხედავ როგორ მდგომარეობაშია ხო იქ ხო არ დაუტოვებია სახში ხო არ წასულა ხო აი ამ გარემოებას როდესაც ხედავ და შენ დგები და კიდე აჯარიმებ რა ვიცი რა ხო უნდა გაანალიზო ცოტა რა ხო უნდა მიხვდე რომ ეს ცოტა ადამიანობასთან არ არის კავშირში და მხოლოდ კანონის რო გიწერია ფურცელზე მაგის ბრმად მიყოლა რომ არ შეიძლება. ბრმად მიყოლა ზოგადად არაფერს არ შეიძლება რა. ანუ კანონები რაც არის ხო? კანონების გადახედვა ხდება, რაღაცების ანალიზი ხდება. აი ეს ბრმად ნუ შეხედავთ ყველაფერს რა. უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, ეს სკოლას დაამთავრებენ თუ არა, ელემენტარული გამოცდებით იღებენ პოლიციაში რა. მე იმის უფროსი ეთქვის რომ აი შენ ესე თუ მოიქცევი და კანონებს კარგად შეასრულებ, დაგაწინაურებ. ეხლა რა 18 წლის ბიჭია, 17 წლის გოგო არის რაღაც. პოლიციაში მიიღე იარაღი მისცეს, გავლენა აქვს, სხვაზე მეტი უფლება აქვს პოლიციელია, ამით სარგებლობს და გონია რომ თუ ამ კანონებს ესე პირნათლად შეასრულებს და დაივიწყეს იმ ადამიანობის ნაწილს, რომ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს რა. ვიღაცა რა ხუთ აპაჭყორია რომ შეაკეთებს ვიღაცას, გონია რომ არა, კარგი რაღაც გავაკეთე და რეალურად ეგ არის საპირისპირო. აი თქვენც ხო იაზრებთ რომ ადამიანი აფთიაქში რო შედის და ბავშვი ყავს სუდად, იმას 100 ლარიანი ჯარიმა არ უნდა გამოუწერო, ხო? მარტივი ელემენტარულია, ხო? ეს ამას უნდა აანალიზებდეთ ყველა.